თავი მე-12. დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი. კაცმა გააშენა ვენახი, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და კოშკი ააშენა. გადასცა იგი მევენახეებს და გაშორდა. ჟამმა რომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს. მევენახეთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად. მათ კი შეიპყრეს იგი, სემეს და ხელცარიელი გაუშვეს. კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს. სხვა გაგზავნა და ისიც მოკლეს. კიდევ ბევრი სხვა, ზოგის სემეს და ზოგიც მოკლეს. კიდევ ყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა, ჩემი ძის მოერიდებათო. მაგრამ მევენახეებმა უთხრეს ერთმანეთს, ეს მისი მემკვიდრეა. მოდით მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. შეიპყრეს იგი. მოკლეს და გადააგდეს ვენახით. რაღაც იზამს ვენახის პატრონი. მოვა, ამოწყვეტს მევენახეებს და ვენახს სხვებს გადასცემს. ნუ თუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი. ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა. უფლის მიერ იყო ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში. შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. მიატოვეს იგი და წავიდნენ. მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში. ისინი კი მივიდნენ და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ და არავისი არ ზრუნავ. ვინაიდან პიროვნებას არ უყურებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარ კი კეისარს თუ არა, მივცეთ თუ არ მივცეთ. ხოლო მან იცოდა რა მათი თვალთ მაგცობა, უთხრა მათ: რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი რომ დავხეთო. მოუტანეს და მაშინვე ჰკითხა მათ. ვისია ეს სახე და წარწერა? კეისრისა. უთხრეს მას. იესომ უთხრა მათ: მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს. და გაუკვირდათ მის. შემდეგ მოვიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და ჰკითხეს მას: მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა. თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. იყო 7 ძმა, პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია. მეორემ შეირთო იგი და მოკვდა, არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ 7-თაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველა შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა. აღდგომისას, როცა აღდგებიან, იმათაგან ვისი ცოლი იქნება, ვინაიდან 7-ვეს ყავდა ცოლად. იესომ უთხრა მათ: იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ღვთისძალა. ვინაიდან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო იმის თაობაზე რომ მკვდრები აღდგებიან, ნუ თუ არა მოგეკითხავთ მოსეს წიგნში, მაყვლოვანზე როგორ უთხრა ღმერთმა მას, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. მკვდრების ღმერთი კი არაა, არამედ ცოცხლებისა. თქვენ კი ძალიან სცდებით. ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, მიუახლოვდა და ჰკითხა: რომელია უპირველესი მცნება? იესომ მიუგო მას: პირველი არის: ისმინე ისრაელო, უფალი ღმერთი ჩვენი, უფალი ერთია. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენით და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს. უთხრა მას იმ მწიგნობარმა: კეთილი მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა. გიყვარდეს იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა გონებითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი, ყველა ყოვლად და საწველსა და შესაწირავზე მეტია. იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა და უთხრა მას: შორს არ დგახარ შენ ღვთის სასუფევლისაგან. ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა რაიმე ეკითხა. იესო კვლავ ასწავლიდა ტაძარში და ამბობდა:
როგორ ამბობენ მწიგნობარნი ქრისტე დავითის ძეა. ვინაიდან თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით, უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხომდე შენს ფერხთა სადგამად. თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე. მრავალი ხალხი უსმენდა მას სიამოვნებით და თქვა თავის მოძღვრებაში: ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ, ხოლო სინაგოგებში წინარიგები და ნადიმებზე წინა ადგილები, რომელნიც გადასჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ. საგანძურის წინ მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. ბევრმა მდიდარმა ბლომად ჩაყარა. მოვიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანს შეადგენს. დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწირისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა, მთელი თავისი სარჩო საბადებელი.